მოგესალმებით. აი ახლა ესეთი მარტივი დეტალი უნდა მოგხსოვთ. ეს შეგიძლიათ რა თქმა უნდა სხვადასხვა სიგრძის მოგხსოვთ, ძალიან მარტივი მოსაქსოვია. ახლა მე ამას გეტყვით რა სიგრძე მაქვს. თუმცა შეგიძლიათ ცოტა განსხვავებული სიგრძეც მოგხსოვთ. არ არის ესე მკაცრად განსაზღვრული, უბრალოდ მიახლოვებით ფიქრობდი, რომ ესე აი 27 სანტიმეტრია. ესე იგი, ამ დეტალს, რა თქმა უნდა, უკვე როცა ავაწყობთ უკვე ჩანთის, ესე იგი, დეკორაციას, მე კიდევ უფრო აი როგორი დახვევით გავაკეთებ, აი იქ უკვე გამოჩნდება. ახლა ჯერჯერობით ეს არის ზონარი, აი ესეთი, ნახეთ, ძალიან მარტივია. თვლებია, თავისუფალი თვლებია და მეორე რიგი არის ესეთი დაკბილული კიდე. აი სულ ეს არის ახლა. და კიდე მინდა ცოტა ისეთი ყვავილიც გავაკეთოთ, ისიც მარტივია და ორივეს ერთად ესე იგი. ასეთი ვფიქრობ, რომ რამდენიმე დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ესეთია ეს, ამით შეიძლება შეავსოთ, თქვათ, აი მაინდა-მაინც ესეთი ფორმა კი არ იყოს, ნახეთ, აი კუთხიდან რომ გამოდის, აქ შეიძლება დაკლაკნოთ, აი ესე შეავსოთ რაღაც ადგილი, ნახეთ, აი ესე ძალიან მამაზია. ბოლო სასურველია რომ ესეთი მოხრილი იყოს, აი ესე დაახლოებით, მაგრამ აი გარკვეული მოძრაობებით, ხო, აი ესე შეიძლება შეავსოთ რაღაც ადგილები, მოკლედ ძალიან ისე სხვადასხვა ზომის აი ესეთი დეტალი გამოგადგებათ ნამდვილად. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი. ეს 27 სანტიმეტრია, როგორც გავზომეთ და გავაკეთებ, ესე იგი, ავკრიფი ამისთვის მე 46 თვალი პლუს 1 მოტრიალების. აი ესეთი თვლების რაოდენობა დამჭირდა. იგივე ყაისნას ხმარობ 3.25-ია, იგივე ძაბს ხმარობ როგორც წინა დეტალების შემთხვევაში. თავიდან კვანძს ვაკეთებთ და შემდეგ ვგზავთ 40 ჯამში 47 თვალი გჭირდებათ. ეს 1 2 3 4 6 7 8 აი ეს 47 თვალი გვაქვს. და ეხლა ესე თავისუფალი თვლები გაქვთ, ხო? ხა უნდა მოტრიალდეთ. აი ნახეთ, ესე ხო გსოვდით და უკან სვლით, ხო? რომ წავიდეთ ესე ესეთი დაკბილული კიდე. აი ნახეთ, ეს ბოლო თვალი და იმის წინ. აი ესე ორი ერთად აი ესე, ხო? როგორც აი კიდეს ვაკეთებდით, ხო, სხვადასხვა დეტალის შემთხვევაში. იმის წინ თვალში. აი ესე ერთად. აი ეს ახლა აფართოვებს აი ეს დაკბილული კიდე უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი თვალი, თავისუფალი თვალი და ეს მხარე უფრო, ასე ვთქვათ, იქნება აი ესე მოიხრება, აი ეს. აყოთ არც ერთი თვალი არ გამოტოვოთ, ყველა თვალში შედით და აი ესე მოგხსოვეთ. ახლა ბოლომდე უნდა გავყვეთ და ეს არის, სულ ეს არის, ეს ძალიან მარტივია. ბოლოში, რა თქმა უნდა, ბოლო თვალში რომ გააკეთებთ, ამოიყვანთ ესეთ გრეხილ თვალს. უბრალოდ იქ დაამაგრებთ, ესე იგი გამოაძრობთ. მოდით დამთავრებას გაჩვენებთ. ახლა გაყევით ესე ბოლომდე. იქნებათ 46 თვალი. თუმცა როგორც გითხარით, არ არის ძალიან ესეთი პრინციპული რა რაოდენობის თვლებს მოგხსოვთ. აი ეს. აი ნახეთ, ბოლო ერთი თვალი აღარ მოგხსოვთ, აი აქ მე გირჩევთ და აი ეს ბოლოს წინაშე რომ ამოვიყვანე, აქ უკვე მოვჭრი. ახლა ხო სამწუხაროდ უკვე მოკლე მოვჭერი, არა უშავს შეიძლება სხვა ძაფით. როცა უკვე მიკერების ის იქნება. აქ როგორც წესი გრძელ ბოლოს ტოვებდი ხოლმე, მაგრამ არა უშავს. ანუ ეს იქნება ახლა ბოლოს გარეშე. ესე იგი, აი ეს ბოლო თვალი აი აქ, რომელიც აქ არ ამოვიყვანე ეს დაგრეხილი თვალი, აქ გაიყვანეთ
და ჩავმალოთ. აქ არ არის კვანძი საჭირო, კვანძის გაკეთება შეიძლება პირდაპირ გაატაროთ ამ ძაფებში. ეს ძაფის ბოლოს ასევე. აქ სასურველია, მოდით, აი ჯერ აი ამ ძაფში გავატარებ და მერე კიდევ უფრო ღრმად. აი ახლა აქვე, სადაც ეს მეორე ძაფი იყო, აი ესე და გაატარეთ, ჩამალეთ. აი ეს არის სულ. მე უკვე როცა ჩვენ დავიწყებთ მიკერებას, იქ უბრალოდ უნდა ესე იგი დავაფიქსიროთ სად გვინდა, ესე იგი როგორი ფორმით რომ გაიაროს და დავაკავშიროთ ესეთი ბადე მე მგონი არ მაქვს ხო ესეთი მოქსოვილი ესეთი ასეთი დეტალების და გაჩვენებთ. უკვე როცა ავაწყობთ ჩანთას აი მაშინ. კარგი, და ეს არის ესე არ ჩანს ხო არ? ეს მაინც არ ჩანს ისე. თან სასურველი ის მხარე ქვემოთ მოხდეს ხო? აი ეს. ეს მეორე ესეთი დეტალიც და სიმეტრიულად თუ მოვიფიქრებთ თუ არა შეიძლება არც იყოს მაინც სიმეტრია საჭირო, გარკვეული ადგილები სადაც იქნება საჭირო ესეთი დეტალები გავაკეთებთ იქ ასეთ დეტალებს. აი ეს ეხლა მე მინდა კიდევ გაჩვენოთ თქვენ ყვავილი ესეთი რომელიც ძალიან ესეთი ლამაზი მოცულობითია. და მოდით ყველაზე მარტივს გაჩვენებთ ეხლა კიდევ არის ხოლმე აი თუ ძალიან კუთხეში რაღაც ესეთი დეტალი ვერ ჩდება, იქ ყველაზე ადვილად ჩდება ხოლმე ესეთი მრგვალი, უბრალოდ ისეთი თითქოს ღილივით არის. ეს ძალიან მარტივად იქცევა, აი თითზე დაიხვიეთ. სასურველია რამოდენიმე ხვია, აი ვთქვათ 3, 4, 5, 6. ანუ სისქეს მისცემს ეს ძალიან ის კარგად. აი ეს 7 კარგი და ესე და აი ნახეთ. აი აქ ამოიყვანეთ ერთი თავისუფალი თვალი და გარშემო შემოვარეთ თვლები ნამატის გარეშე. საკმაოდ ესეთი ღილივით უნდა გამოგივიდეთ და აი ესეთი ნაკსოვები შეიძლება აი თითქოს არც ყვავილია, მაგრამ ესეთი ბურთებია და შიგნით ეს რგოლი აქვთ თავის ესეთი გული. ძალიან ლამაზად შეიძლება გამოიყენოთ აი ესეთ ადგილებში, სადაც დიდი ორნამენტები არ ეტევა, თქვათ, ხო? რომ შეავსოთ. არ გვინდა რომ დაგვრჩეს ეს ცარიელი ადგილები, ხო? ნახეთ, აი ესე. აქ არ აქვს მნიშვნელობა ამ თვლების რაოდენობას, თვლები ნამატის გარეთ, თავია შეავსოთ ეს ყველაფერი. ძალიან ესეთი თავისუფლად არის არჩევა რაოდენობის თვლები. აი შეიძლება ამ ხრიდანაც გამოიყენოთ, ეხლა მე ვფიქრობ უფრო ეს მხარე, უფრო ზემოთ, ნახეთ როგორ ზის, აი ეს, აი ესე. ეს იქნება აი ესე სიბრტყეზე ეს წაღმა მხარე, აი ესე. აქ დავაკავშირებ მე პირველ თვალს და ამ დაკავშირებას ცოტა ისე გავაკეთებ შეუმჩნევლად. და მოდი ცოტა გრძელ ძაბს მოვჭრი. მე ესე ეს შეუმჩნეველი დამთავრება გამოვაძვრინოთ ეს ძაფის ბოლო და აი პირველ თვალთან, სადაც იყო თვალი ნამატის გარეშე, აი ეს ისე გაატარეთ და ჩაიტანეთ აი აქ. პრინციპში აქ ძალიან დიდი ის არ არის, იმიტომ რომ ეს მაინც ქვემოთ მხარეს მოხდება. აი ეს. აი ესეთი დეტალი. აი თქვა ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი რაღაც დიდ დეტალებს შორის სივრცეა და იქ აი ესე ჩამაგრდება ისე რომ ეს ფონი რაც იქნება, ხო, ეს ძირითადი რაზეც მიმაგრდება, ის არ გამოჩნდეს. ძალიან არ იყოს ესე დიდი გამოტოვებული ადგილები, აი ეს. კარგით, ეს გავაკეთეთ. ეხლა მინდა კიდევ აი ეს ყვავილი რო გითხარით, ის გაჩვენოთ. კარგით, ესენი ცოტა გადავდოთ იქით, ხო? რა შეგვიშალოს ხელი. ეს ეხლა მოცულობითი ყვავილი მინდა გავაკეთო. ძალიან მარტივია. მე ეხლა იმის გამო რომ ცოტა დიდი ძაფი მაქვს, ესეთი სქელი ძაფი მაქვს, ვცდილობ რომ მაქსიმალურად პატარა ზომის დეტალები გავაკეთო, რომ უფრო მეტი დაედიოს ჩანთის აი ზედაპირზე.
ესე იგი აქ ჩავკეტოთ, ესე კვანძი გავაკეთოთ და 5 თავისუფალი თვალი. ეხლა მევგზო ყვავილს. ხო? ყვავილი ქება ესეთი 5 ფოთლიანი. ესე იგი 5 თავისუფალი თვალი, აი ესე. ჩაკეტეთ წრეში, ანუ აი ესე, პირველ თვალთან შემაერთებელი თვალით. ეხლა ჩვენ მოვგზავნოთ ერთ თავისუფალ თვალს ბიჭისთვის და ეხლა აი ამ წრეში, თან ეს ძაფის ბოლო რო ჩავაყოლოთ ისე, მოვგზავნოთ 10 თვალს ნამატის გარეშე. აი ეხლა ეს პირველი თვალია აქ. აინც თუ გეშლებათ ხოლმე თქვა პირველი თვალი თუ გერევათ ხოლმე, ეს ჩაამაგრეთ. ეს არის თქვენი პირველი თვალი. თვალი ნამატის გარეშე. ეს ერთი. სულ ჯამში 10 თვალი გჭირდებათ. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მოწაფის ბოლო მგონი დაიმალა. მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე. 10 თვალი გჭირდებათ ნამატის გარეშე, აი ესე. და პირველ თვალთან შემაერთებელი თვალი, აი, სადაც ნიშნული იყო, ახლა აღარ დაგჭირდება, უკვე ერთი რიგი დაგვრჩა და აი ესე, შემაერთებელი თვალით. ეხლა ეს მოგხაჩეთ, იმიტომ რომ შემაერთებელი თვალი ფაქტობრივად ეს არ არის თქვენთვის თვალი, უბრალოდ აკავშირებს პირველ თვალს ბოლო თვალთან. ეხლა ჩვენ გვინდა 3 თავისუფალი თვალი, ისე როგორც ბიჭისთვის ვაკეთებ და ეხლა აი იგივე თვალში ესეთი წაგრძელებული თვლები, ანუ აი სანზე გადადეთ ძაფი და იგივე თვალში შედიხართ, ანუ პირველ თვალში. აი ესე. ესე წამა, რამ სიგრძეც გაქვთ ეს 3 თავისუფალი თვალი, ხო? ეს სვეტ იგივე სიგრძეზე ესე იგი გაწელეთ ეს აი ახლა რასაც კრებავთ ეს თვლები. ეს ერთი, ხო? ანუ ორი ძაფი გაქვთ, მაგრამ ერთხელ შევედი, ხო? აი ეს ნახზეც გვაქვს გადადებული. მეორე, მესამე, მეოთხე და კიდევ ვფიქრობ კიდევ ერთს, მეხუთე. შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ, უფრო ფაფუკი და ისეთი ფუმფულა ის გამოგივათ. ყვავილი, აი ესე, მოუკარით თავი, მოუკარით თავი. ეხლა ეს ფაქტობრივად ერთი თავისუფალი თვალი უკვე მოვხსოვე. ეხლა ამ ერთი თავისუფალი თვალის გარდა კიდევ 3. 1, 2, 3 და ჩავამაგროთ ძირში. აი აქ. აი ესე. აქ შეგიძლიათ ეს ამოწიოთ უფრო ზემოთ, უფრო ლამაზად დაგიჯდებათ აი ეს. ეხლა გადადიხართ ერთი თვალი, აქ შემაერთებელი თვალი და მომდევნოში. ანუ ერთი თვალის გამოტოვებით, აქაც შემაერთებელი თვალი. ისევ 3 თავისუფალი თვალი და გვსვოთ იგივეს. ესე იგი 5 წაგრძელებული თვალი, აი თვალში, საიდანაც 3 თავისუფალი თვალი ამოვიყვანე. 1, 2, 3, 4 და 5. აი ესე ერთად თავი მოუკარით, ეს ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ 3. 1, 2, 3. აი ესე. და ძირში, აი სადაც გამოდის ეს ყველა ფაფუკი თვლები, აი იქ ჩაამაგრეთ შემაერთებელი თვალით. აქ კარგად გამოარჩიეთ, აი მომდევნო თვალშიც შემაერთებელით, უბრალოდ გადაივლით, ხო, მომდევნო თვალს და შემდეგი თვალი, აი აქ უკვე ისევ შემაერთებელი თვალით, უბრალოდ აქ უკვე შემდეგი ფურცელი და ამოვიყვანოთ. ეს აი ესე ეცადეთ ამოაგდოთ ზემოთ, აი ეს ფაფუკი თვალი, აი ესე. აქ უკვე კარგად არის. აი ესე გაყევით, ახლა სულ 5 ესეთი ფურცელი გექნებათ. 1, 2, 3, მე იგივე რამეს ახლა მოგგზავნ თქვენს შემოყევით. აი ბოლო ფოთლის გარშემო, აი ნახეთ, აქ მოგგზავნე ეს 4 თავისუფალი თვალია, ხო, ფაქტიურად, რაც აი ეს ბოლოს და ძირში ესე შემაერთებელი თვალით და გადადიხართ მომდევნო თვალში შემაერთებელი თვალი
და ფაქტურად მორჩა, იმიტომ რომ აქ უკვე მოქსოვილი გაქვთ პირველი თვალი. მორჩა, აქ შეგიძლიათ მოჭრათ ეს ძაფი, ესენი ესე ამოყარეთ, აი ესე ლამაზად, ძალიან ისეთი ლამაზი მოცულობითი თვალი, ეს არის ყვავილი და მოუჭრათ ესე ცოტა ოდნავ გრძელი ძაფი, რომ მე გამოვიყენებთ ამ ძაფის ბოლოს. აქ მიკროფონ პირდაპირ გამოვიყვებთ ან ამ ძაფს, და ბევრი კვანძები არ მინდა რომ იყოს ყვავილზე, ხო? ხო, წამოვხარ, რა თქმა უნდა, ეს მხარე იქნება. ეს წავა უკან. აქ მე როცა უკვე დავიწყებთ გაკეთებას ესე კავშირების ამ ძაფს გამოვიყენებთ. ეს ამოყარეთ ეს ბურთები ზემოთ. ესე ლამაზად, რომ ესე გვინდა რელიეფური. ეხლა მე ვფიქრობ ცოტა მოვჭინე ზოგიერთი, მაგრამ ჯობია თავისუფლად მოგსოთ. აი ეს, ნახეთ, აი ეს. და კიდევ ერთი მინდა, ეხლა გაჩვენოთ კიდევ ერთი ყვავილი. მოკლედ რამდენიმე გავაკეთეთ და მარტივებია და ესე იგი, შემდეგი ყვავილი იგივე გულით დაიწყება, იგივე წესით გული. უბრალოდ ფოთლები ექნება სვეტები, თვლები თითო ნამატით. პოპკორნები. ესე იგი, პირველი კვანძი. აქ პრინციპში შეიძლება არც გავაკეთოთ, აი თქვათ ის ხუთი თავისუფალი თვალი. მოდით პირდაპირ ესე რგოლზე, ესე ავაცვათ პირდაპირ, აი ეს ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვეთ და შემოვყვეთ. აქაც შეგიძლიათ 5-იც შეგიძლიათ, 6-იც შეგიძლიათ. ეხლა მოდით 6 ფურცლიანი გავაკეთოთ ეხლა, რომ ცოტა განსხვავებული ყვავილები მინდა რომ დავაგროვო. აქ ამოვიყვანოთ, თუ 6 ვაკეთებთ, ესე იგი ორი თვალის გამოტოვებით გავაკეთოთ, ხო, ორი თვალის გამოტოვებით და მაშინ 12 თვალი ნამატის გარეშე გვჭირდება. ეს ერთი. აქ მაინც მე ჩავამაგრებ, თქვენს გირჩევთ, ჩაამაგრეთ პირველ თვალში, პირველი თვალი ნამატის გარეშე, ხო? და ასე 12, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 ეს ძაფის ბოლო მოჭიმეთ. ასეთი ძალიან დიდი გული არ გვინდა. 11 და 12. აი ესე. აი ხა კარგი ზომის გულია. კარგით, ეს ქვემოთ მოვახვედროთ ძაფის ბოლო 12 თვალი ნამატის გარეშე და შედიხართ პირველ თვალთან აკავშირებთ შემაერთებელი თვალით. აი ესე. ეხლა ავამაღლებთ. ეხლა აქ ჩვენ ავამაღლებთ ისევ 3 თავისუფალი თვალით. ესე და გვსოვთ სვეტებს. აქ ჩვენ შეგვიძლია 5 სვეტი მოგსოვოთ, შეგვიძლია 6 სვეტი, შეიძლება 7-იც შეგიძლიათ პრინციპში, იმის მიხედვით, აი როგორი სისქის ძაფი გაქვთ. ეხლა ეს სვეტი ფაქტობრივად არ ითვლება ეს თვალი, იმიტომ რომ მხოლოდ პირველ ფურცელზე იქნება ესეთი სვეტი და ამიტომ ეხლა მე რასაც ავკრიფაო რაოდენობა სვეტებისას ის იქნება დანარჩენებზე და ეს პლუს ასე თქვა ზედმეტი სვეტია ეს უბრალოდ და ახვიდეთ ზემოთ აი რაღაც სიმაღლეზე ხო ესე იგი ეხლა ჩვენ გვსოვთ თვალს ერთი ნამატით ერთი სვეტი იგივე თვალიდან მეორე სვეტი ბოლომდე გვსოვთ ხედავთ აი ბოლომდე გვსოვთ ეს ისეთი პოპკორნია რომ ბოლომდე უნდა მოგსოვთ მესამე სვეტი მეოთხე სვეტი მეხუთე სვეტი ეხლა უყურეთ აი ესე ნახეთ თქვენ როგორ გირჩევნიათ ეს ხუთი სვეტი მაქვს ეხლა უნდა დავაკავშიროთ პირველი სვეტის თავი აი ამ ასე უნდა ჩაკეტოთ და აი ესე ამოიბურცება შეიძლება ეხლა თქვათ მოდით მე-6-ესაც მოგსო უფრო მეტად ამოიბურცება რა თქმა უნდა ხო თუ 6 სვეტი გექნებათ აი ესე ნახეთ პირველი სვეტის თავზე ანუ ფაქტობრივად ეს მესამე თავისუფალი თვალი რა იმას არ ვეხები ესე ვთქვათ მინდა რომ უფრო ქვემოთ მოხდეს ეს არ ჩანდეს იმიტომ რომ სხვა ფურცლებს არ ექნებათ ესეთი სვეტი აი ეს ნახეთ ცოტა უფრო მეტია კიდე შეიძლება 7-იანიც
თუ გინდათ მე ვფიქრობ ეს საკვარისია ხა ჩემთვის ესე იგი 6 სვეტით ქსო 6 თვალი თითო ნამატით შემდეგ 3 თავისუფალი თვალი აი ეს არკა არის მაგრამ ეს არკა არ გამოჩდება ჩაიმალება ეხლა ნახოთ ეს 5 ფურცლიანზე იმალება ნახოთ აბა ეხლა თუ ჩაიმალება კარგით ეს მოგსო ეხლა კარგად შეხედეთ ხოლმე ნახეთ წინა ყვავილზეც ესე მქონდა აი ეს ზოგიერთი თვლები იმალება ეს რახან ძალიან ფაფუგი ფურცლები გაქვთ ანუ შემდეგი თვალი არის აი ეს ამას ტოვებთ და შედიხართ მომდევნოში ხვდებით ხო ერთი თვალის გამოტოვებით მომდევნოში ანუ თითო ფურცელს შეესაბამება 2 თვალი აი ამ რგოლის გარშემო ესე იგი ეხლა ისევ ესა 6 თვალი თითო ნამატით ეს ერთი სვეტი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე და კიდევ ერთი მეექვსე აი ესე 6 სვეტი გაქვთ. ეხლა დააკვირდით პირველი სვეტის თავი, ორივე კედელი გინდათ და ეს თვალი. აი ესე გამოიტანეთ. ისევ 3 თავისუფალი თვალი. აი ესე. ნახეთ როგორი მოცლობითია, როგორი ზემოდან ისაა ეს. შემდეგ, აბა აქ ნახეთ, აი ეს უნდა გამოტოვოთ და აი მომდევნოში ერთი თვალის გამოტოვებით. აი აქ ორივე კედელში შედიხართ და ისევე იგივე რამეს გავემეორებ, ხო? თავარია არ გამო, ესე იგი, თვალი ამ ფურცლებს შორის ერთი თვალი აუცილებლად უნდა გამოტოვოთ. ხა მე მექნება 6 ფოთოლი ჯამში, ხო? ესე დავთვალე. შეიძლება და 5 ფოთლიანი მაშინ დაგეკრიფათ აი ამ რგოლის გარშემო 10 თვალი ნამატის გარეშე და განაწილებდით თითო ფოთოლს თუ 2 თვალი შეესაბამება, იქ ექნებოდათ 5 თვალი. 5 ფოთოლი უკაცრავად. კარგი, და მეგონი უკვე თუ ჯერ კიდე არა 1 2 3 4 5 6 გვინდა, ხო? 6 სვეტს ვაკეთებთ. ეს სვეტების რაოდენობაც შეგიძლიათ თქვენი შეხედულების მიხედვით არეგულიროთ სხვადასხვა რაოდენობა გააკეთოთ. რაც უფრო თხელი ძაფია, უფრო მეტ სვეტებს ითხოვს. ეს ჩემი ცოტა სქელი ძაფია და ესე 3 თავისუფალი თვალი. კარგით, აი ესე გაყევით ეს. ფაქტიურად კარგით, ბოლოს გაჩვენებთ ჩაკეტვას და აი ეს იქნება. აი აქ ნახეთ, ეს იმალება, აი ეს უნდა გამოტოვოთ და აი აქ უნდა შეხვიდეთ. და ისევ თვალი ერთი ნამატით, ერთი მეორე მესამე აი ბოლო 3 თვალი მოგსოვე არკის და უნდა შეერთოთ პირველ თვალთან, აი სადაც ნახეთ, აი აქ. აი თითქოს თვალი ნამატის გარეშეა, მაგრამ ეს არის ფაქტიურად პირველი თავისუფალი თვალი აი ამ არკის. ხო, პირველი არკის. აი მანდ შემართებელი თვალით. აქ შეიძლება მაინც ერთი კიდევ თავისუფალი თვალის ამოყვანა და აქაც მოვჭრათ ცოტა გრძელი ძაფით. გამოგვადგება. აი ესე. აბა ნახოთ, გამოვატაროთ ეს თავში ეს თვალი და აი ეს არის. აი მაინც კარგია რომ იმალება ეს ხაზები, ეს არკები არ გვჭირდება ზემოდან, ესე ლამაზად ყვავილი უნდა ჩანდეს მხოლოდ. აი ეს იყო დღეს მოკლედ აი ამ ესეთი დაგრეხილი ორნამენტებით შეიძლება ბევრი საინტერესო აი ესეთი სხვა შორის ეს შეიძლება ესე გადააკვეთათ, გააკეთოთ და ესეთი ორნამენტები მიიღება. და მე რა თქმა უნდა ჩავალაგებთ ერთმანეთში, როგორ უფრო კარგად ჩალაგდებიან. ყველა დეტალს ესე ვეცდები, ყველა გამოვიყენო, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ სულ ყველას გამოვიყენებ, აი რაც მომიქსოვია ახლა და კიდევ ვაპირებ, ჯერ კიდევ ვეძებ ესეთ საინტერესო ორნამენტებს. კარგით, წარმატებები ყველას, მომავალ შეხვედრამდე.